ქართულ მხარეს აქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ახლა უნგრეთის მხარდაჭერა ჩვენ ქვეყნისთვის ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით. დღეს ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვიზიტს, პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტს უნგრეთში. ხაზგასასმელია, რომ ეს არის მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი და ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში უნგრეთში განხორციელებული იყო ეს პირველი ვიზიტი იმის საჩვენებლად ასევე, რომ მეგობრობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე სტრატეგიულ პარტნიორობის ფარგლებში, ზუსტად ასე გვესმის ჩვენ და უნგრეთს, როგორც ჩვენ ვიდივართ ერთმანეთის გვერდში, უნგრეთის ხელისუფლება ქართულ ხალხს და საქართველოს ხელისუფლება უნგრელ ხალხს. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ ტენდენციებს ზოგიერთ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც მეგობრობა, პარტნიორობა ესმის თითქოს შესაძლებლობად იმისთვის, რომ ქართულ ხალხს უკარნახონ, როგორი არჩევანი გააკეთონ, ვიყავდეთ ხელისუფლებაში, როგორ მოიწყო საკუთარი ცხოვრება, ყოფა, კულტურა, ისტორიას როგორ უნდა უყურებდნენ. უნგრეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს სუვერენიტეტის პატივისცემა, რომელიც როგორც ჩანს ბევრ ქვეყანას, ზოგიერთ ქვეყანას დღეს დაავიწყდა. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შეხვედრა გვექნება უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, გვექნება საუბარი ჩვენ როგორც საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ვაპირებთ, რომ ხელი მოვაწეროთ ჩარჩოს შეთანხმებას საქართველოს და უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით და ფორმატებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, იმაზე თუ რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს, მთავრობას იმისთვის, რომ ასოცირების დღესდღეობიდან შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ შემდეგი 4 წელი დაუთმოთ საქართველოს დაახლოებას, ინსტიტუციურ და სამართლებრივ დაახლოებას ევროკავშირთან იმისთვის, რომ შესრულდეს ის პირობა, რომელიც ჩვენ დავდეთ, რომ 2030 წელს საქართველოს იქნება ყველაზე მზად სხვა კანდიდატურებთან შედარებით ევროკავშირში წევრობისთვის და ამაში ჩვენ უნგრეთის დახმარების იმედი გვაქვს. ევროსაბჭოში ეს იწყება ზამთრის სესია, მუშაობენ საქართველოს დელეგაციისთვის საპარლამენტო ასამბლეაში მანდატის შეჩერებისა და თქვენ იცით, რომ ოპოზიციამ გააგზავნა წერილი ამ მოთხოვნით, როგორ აფასებთ ერთი თქვენი ოპონენტების ამ მორიგნაბიჯს და მეორე მხრივ რას ელოდებთ რა გადაწყვეტილებად? ზოგადად ჩვენი ოპოზიცია უკვე დიდი ხანია აქცეული არის შადიმანებად, რომლებიც საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და რაც მთავარია, ყველაზე პრობლემური ის არის, არ არის მათი პოლიტიკური მიზნები, ეს არის მათი გარე ხელმძღვანელების პოლიტიკური მიზნები, რომელსაც უსახავენ და ისინი ჩვეულებრივი მარიონეტები არიან. ამიტომ ეს წერილებიც იწერება არა მათ ოთახებში, არამედ მოზდით მითითება და ამ წერილებს აბრუნებენ შემდეგ თითქოს და რაღაც პარტიული პოზიციის გამოსახატავად. მეორე, რასაც ჩვენ ხედავთ, კიდევ არის სამწუხარო ტენდენცია, რომ ხდება საერთაშორისო ფორმატების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენ ხედავთ, რომ ამის რისკია, რომ საპარლამენტო ასამბლეა როგორც დიალოგის ფორმატი, აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად. და ეს არ არის ხა პირველი შემთხვევა ჩვენ სხვა დროსაც გვახსოვს ევროპის სახალხო პარტია, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ არის მხარდამჭერი იმ რეჟიმისა საქართველოში, რომელმაც წამება ბიზნესის რიკეტი, მედიის დახურვა მოიტანა, გახსოვთ სააკაშვილის თვითშენახული ცარიელი სკამი ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციაზე, რა თქმა უნდა, სამარცხვინო ქმედება იყო, რომელიც მთლიანად დაცული იყო რაიმესგან, რაც კი შეიძლება ევროპულად წარმოგედგინოს ქართულ ხალხს. ამიტომ ხედავთ ამ ცდილობებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აყვებიან მათი იარაღად გამოყენების ცდილობებს ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან. თუმცა ნახოთ საერთო ჯამში, თუ კი რაიმე ასეთ გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს ეს პოლიტიკური დაჯგუფება, უპირველეს ყოვლისა ეს დააზიანებს თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვიდრე კიდევ ერთხელ ძირს გამოუთხრის მას როგორც დიალოგის პლატფორმას და კიდევ ერთხელ დაანახებს ყველა წევრს ასთავარია და ყველა მის მონაწილეს, რომ შეუულებრივად პარტიულ ინსტრუმენტად და იარაღად შეიძლება აქციოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ. ოპოზიციაზეც მინდა შეგეკითხოთ, ოპოზიციას გავაკეთებთ და
ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის არჩევნების შემდეგაც და იმ აქციების ფონზე, რომელიც ქვეყანაში იმართებოდა, რომ ოპოზიცია და თქვენი ოპონენტები გარკვეულ დაპირებებს იძლეოდნენ, გარკვეულ გეგმებზე საუბრობდნენ, თუმცა ამ დრომდე თქვენი ოპონენტებისგან არ გვესმის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. რას აპირებენ, როგორ აპირებენ, აი თქვენი აზრით რა მდგომარეობა ახლა იმ პლანზე თქვენი ოპონენტები? ნუ ნახეთ რომ ჩაიჩალა ყველანაირი ყალბი ნარატივების ცდილობა რომელიც გქონდათ არჩევნებთან დაკავშირებით დღეს ხედავ კიდევაც რომ არსებობენ საერთოდ არაფერზე არჩევნებთან დაკავშირებით ვინაიდან ყველა მათი არგუმენტი უპირველეს ყოვლისა გააბათილა ეუთოდილის დასკვნამ და ამიტომაც იყო რომ მათ საერთაშორისო ზეწოლა მოახდინეს ლამის პირდაპირ ჩაერიან ეუთოდილის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში იმით რომ არ ჩამოუშვეს საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი გახსოვთ თქვენ რომ ასე ვთქვათ სწორედ იმის გამო რომ ქართულ ხალხს პირველ წყაროდან არ მოისმინა საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელს რომელიც ამავე დროს მისი წარმომადგენელი იყო არჩევნებზე შეფასებები მათ შეეცდეს მათ ყველაფერი გააკეთეს რომ დაეგვბლოკათ მათი ვიზიტი იმიტომ რომ არ აქვს არანაირი არგუმენტი არის აბსოლუტურად სიცარიელეზე 20 წელი მეორდება ფაქტობრივად ზუსტად იგივე რამე ხდება მაშინაც ყალბი ბრალდებები ერთადერთი სხვაობა არის მხოლოდ 20-სა და 24 წელს შორის მაშინ ზოგიერთი უცხოური აქტორი იმალებოდა ოპოზიციის და მათ მიერ დაფინანსებული NGO-ების ზურგს უკან დღეს ახლა ისინი პირდაპირ ჩანან ვინაიდან აღარ აქვთ საკუთარი NGO-ების და პარტიების საქართველოში მათი ფარველობის ქვეშ ყოფილი პარტიების იმედი ხედავენ რომ ხელმოწაული ხალხია და ისინი ხალხისგან ქართული ხალხისგან ნდობას ვერ იმსახურებენ და პირდაპირ ჩაერია ზოგიერთი უცხოური პოლიტიკოსი და პოლიტიკური დაჯგუფების წევრი იმაში რომ საქართველოში რაიმენად არიონ სიტუაცია და ჩვეულებრივად დაუქვემდება რომ ქართული ხალხი საკუთარ პოლიტიკურ უნარს ყველგან ბრიუსელი არსად ევროპა. ასე შეიძლება შეფასდეს სამწუხაროა რომ ევროპულ ღირებულებებს სცილდებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები. ჩვენ ნახეთ წინასაარჩევნო კამპანიაში ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებების პირდაპირ ჩართულობა, განსაკუთრებით განმორჩევიდა ევროკავშირის პოსტსაბჭოთა წევრები, პირდაპირ მონაწილეობდნენ ჩვენს არჩევნებში. ეს დღის ვიზიტით ხდებოდა დაუფარავად, უხეშად. და ქართულმა ხალხმა მათ ყველას უთხრა უარი იმაზე, რომ მათი მითითებით აერჩია ქართულ ხალხს საკუთარი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ახლა ეს არის საერთო ჯამში დასჯის ცდელობა, ქართულ ხალხის დასჯის ცდელობა იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართულ არჩევნებში უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის დარღვევით და დამარცხდნენ ამ არჩევნებში. და ჩვენ ნახეთ მათ შორის ქალბატონი იულიევიჩიანის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული რეაქციები პირდაპირ გამოწვეული არის ქართველი ამომრჩევლის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერით. ეს არის ჩვეულებრივი შურისძიება და დარჯა ქართული ხალხის ამ ცდელობა, რომ დასაჯონ და შურისძიება ქართულ ხალხს, ვინაიდან რასახეებია ხედავთ ხომ ახლა ესტონეთის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ მიტინგზე იდგნენ საქართველოში იმისთვის რომ ქართული ოცნებისთვის ხარი არ დაეჭირათ. ახლა ეს მინისტრები ოთახში რომ შედა და შეეცდებიან ყველანაირად დააზიანონ ქართული ხალხი რომელმაც მათ საკადრისი პასუხი გასცა ეს ამაში რა თქმა უნდა არაფერი გასაკვირი არ არის. რაც შეეხება დიპლომატების თან ფორმულირებას ასევე რომელიც დაცლილია ყოველგვარი გაგებისა დიპლომატიური ურთიერთობისა და საბოლოოდ დიპლომატების დაჟე ხდება. არ ვიცი, ომის დროსაც კი ხელშეუხებელი არიან დიპლომატები. და როცა ახლა ჩვენ ზოგიერთი ევროპელის მხრიდან გვესმის ასეთი განმარტებები და შეფასებები, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ თუ რამდენად დაცილებულია ზოგიერთი
ევროპულ ღირებულებებს. კიდევ ერთხელ ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ფონა არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების ერთგულებას და სამწუხაროდ ბევრი მაგალითს ვხედავთ ბოლო პერიოდში, როდესაც პასპორტის მიღმა სინამდვილეში არანაირი ევროპული ღირებულებები აღარ ჭირს. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი და ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ თქვენ ჩარევა იქნებოდა ევროკავშირში და საქმეებში და ჩვენ მათ სტრუქტურულ ცვლილებებზე რაიმენაირად გვემჩნევა ან გვეფიქრა, თუმცა როგორც კანდიდატი ქვეყანა რა თქმა უნდა ჩვენი მოლოდინები და მოთხოვნები გვაქვს ევროკავშირის მიმართ, ვინაიდან ჩვენ ქართული ხალხი და სწორედ ეს იყო მათ შორის რაც დადგა არჩევნებზე რეფერენდუმის სახით, რომ გვინდა ჩვენ თავალწეული ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, თუ გვინდა ჩვენ რომ ზოგიერთმა პოსტსაბჭოთა ქვეყანა აქ მოინდომოს საქართველოს მიმართ საბჭოთა მოსკოვის როლის ასე ვთქვათ ჩანაცვლება. და ვხედავთ ჩვენ რომ სამწუხაროდ ზუსტად ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც დღეს ევროკავშირში არიან, ცდილობენ რომ ევროკავშირი გადააქციოს საბჭოთა კავშირად და ის რასაც როგორც იქცეოდა მოსკოვი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართ, ასეთ დამოკიდებულება საჩვენებენ ისინი არა მხოლოდ წევრი ქვეყნების მიმართ, მათ შორის წევრი ქვეყნებსაც ისე გამოირჩევიან, ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთანაც არა ქართულ ხალხს არ მიუწია უფლება არც ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის და არც ბრიუსელისთვის არ მიუწია უფლება არც ასოცირების შეთანხმებით, რომ ჩაერიოს მის შიდა საქმეებში. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის, რომ ის ბიუროკრატები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც აცდნენ ევროპულ ღირებულებებს, დაუბრუნდებიან ჩვენ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ვინაიდან ეს არის ის საერთო პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. კიდევ ერთხელ ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების თუ სახელმწიფოების დომინირების ქვეშ ყოფნას ქართული ხალხი არც დათანხმებია არასდროს და არც აპირებს, ამიტომ ყველა უნდა ჩამოყალიბდეს ან იზიარებენ ჩვენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და დაუბრუნდეს საერთო ჯამში ამ საერთო ღირებულებას. მაკენის ინსტიტუტის პოზიციები არის, არაფერი ახალი არ არის, მას როგორც ახლა მაკენის ინსტიტუტში დასაქმებულ ადამიანს ეს სასაუბრო უკვე სრულად აქვს ათვისებული, ხალბატონი ლორა თორთონი იქნება ეს თუ საუნი ზურაბიშვილი, მათ შორის უკვე სხვაობა აღარ არის. გახსოვთ ხალბატონი ლორა თორთონი წუხდა რომ საქართველოში რაღაც სისხლი არ დაიღვარა აქციების დროს და ეს არის ზუსტად მათი გეგმა საბოლოო ჯამში. მეორე უკრაინა. ეს არის საიდანაც უნდა თუ გააქაროთ საქართველო, ხედავთ რომ უკრაინაში ომი დასრულებისკენ მიდის და როგორც ხარ ჩანს რომელიღაცა პოლიტიკურ დაჯგუფებებს სურთ ჰქონდეთ კიდევ ერთი ცხელი კერა და საქართველო აქციონ იარაღად საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში. ამაში ხალბატონი სალომე როგორც მაკენის ინსტიტუტის ერთგული თანამშრომელი ხედავთ რომ სულად არ ჩანს. ამიტომ ჩვენ აერთებულთან ხედავთ კიდევაც არის ეს არის ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომელიც საკუთარ ემოციურ არამდგრადობას ავლენენ ასეთ დროს, გამოვლინებას ახდენენ ხოლმე ასეთ სიტუაციაში. მთავარი პრობლემაა შემდეგში, რომ ეს ძალადობა არის წაქეზებული, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან, რომელიც შემდეგ ასეთ ადამიანებს ტაშს უკრავს და ესალმება, ამიტომ მოუწოდებ ყველას, მათ შორის განსაკუთრებით
საქართველოში განთავსებულ საელჩოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მოუწოდებ ბრიუსელს მათ შორის, რომ არ წაახალისოს ძალადობა პოლიტიკური მოტივებით.